დილამშვიდობის ფონად ჩავთე მუსიკა, რომელიც წეღან აღმოვაჩინე და ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა. იმედია ჯერ საავტორო უფლებები არ აქვს. წესით ვერც ექნება ამას საავტორო უფლებები, იმიტომ რომ არის ხელოვნური ინტელექტი. ქარი ქრის არის გაკეთებული გალაქტიონის ლექსიარი ხელოვნური ინტელექტით. აი, იცი როგორია, ყავა როგორ დავლია, იცი, აი აქ ვიჭიქი, უბრალოდ დავუსმენდი. მე ზოგადად ვიცი ამოჩემება სიმღერის. როგორც აი ახლა ყველა ფილმს ვერ ვუყურებ, ანუ შეიძლება ძალიან მაგარი მსახიობები იყვნენ, მაგრამ ვერ ვუყურებ. მაგრამ ვიცი მუსიკის ამოჩემება. ოღონდ არ მომბეზრდება რა. აი ესე რომ ვუსმინო არ მომბეზრდება. თან ეს ისეთი კატეგორიაა. რომ აი ამ მუსიკაზე საქმეს შანსი არ არის ვერ გააკეთებ. უბრალოდ უნდა წნარად იჯდე. რაღაცა აკეთო, რაღაცაზე იფიქრო. ძალიან მომეწონა. უბრალოდ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს ხოლმე ამ ხელოვნურ ინტელექტთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სიმღერა გააკეთეს და ზოგს უსმენ, ზოგს არ უსმენ. ამ ტიპის სიმღერებს უსმენ. რაღაცნაირად გული მწყდება, რომ ანუ ხელოვნებაც ხელოვნურმა ინტელექტმა დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი მომღერალია, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ. თვალზე რაღაცა ბუსუსი გეგდოთ. ხო და რამდენად საშიშია, რამდენად კარგია, მიუხედავად იმისა, რომ მოგწონს. თა რო იცი, რომ ეს გამოგონილია, გული გწყდება. თუმცა ეს კონკრეტულად ეს სიმღერა როგორც კი მოусმინე მიმამსგავსე სოფო ნიჟარაძის ხმას და ზუსტად ვიცი რომ ამაზე მაგრად იმღერებს. ანუ ეს მაღალ ნოტებში ხო მაგრად მღერის ხოლმე აი სადღაცას. ხო და როგორც კი მოусმინე რატომღაც სოფო ნიჟარაძე წარმომიდგა თვალწინ. რომელსაც შეუძლია ეს სიმღერა არანაკლები იმღეროს. ბუნებრივი მაინც იქნება, რეალური მაინც იქნება. რო შეიძლება რომ ვიცოდე ხარ ამ მუსიკის გამოყენება შეიძლება. გამოვიყენებდი მე. მაგრამ ნახოთ დავტესტოთ ამაზე თუ YouTube-ს თუ გადაეკეტა მუსიკის გაგონებაზე, მანდ არ ვიცი. თუ მალე წავშალე ვიდეო, ესე იგი ეგა. ხო. რამდენიმე დღის წინ ზუსტად ამ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მომივიდა შეტყობინება ხალხმა და წამაშლევინეს დაახლოებით 5-6 წელი ვიდეო 3-4 წლის წინანდელი წარმოიდგინე. წავშალე ხა ის უნდა გადამოწერო მაშინ, უნდა იპოვო რაზე ის გიქნეს რაზე დაგბლოკეს, თუ დაგიბლოკეს ვიდეო ისა და კი არ მოვათან რაზე. თუ არ შეხვედი და არ ნახე, შეიძლება მოვიდეს მაგალითად 1 წამიდან 2 წამამდე რაღაცა დაინახეს, ან რაღაცა გაიგეს. მე ის ამოშალოთ ახლიდან და წამიდი 4 წელს წინანდელი ვიდეო გადმოვწერო. ახლა გავაკეთო და დავდო. ერთ ვიდეოზეც მომივიდა ის, მაგრამ არ წამიშლია ჯერჯერობით და სავარაუდოდ მასე გავაკეთებ. რატო იცი? არ მახსოვს 3 წლის წინანდელი ვიდეოა თუ რაღაც. დღეს თუ ისევ ქენი მაგას გავაკეთებ. ახალ წლის ამზადისია და ნინოც, ბარბარეც, ლაშაც, იოანეც ყველანი ვიღებთ მონაწილეობას და იოანე ისეთი პატარა ბავშვი გოგოებიც ისეთი სასაცილოები არიან. აი რომ ალბათ 3 წლის წინ
4 წლის წინ და იმ ხელას სხვაობაა დღევანდელთან შედარებით, რომ არ არსებობს მაგას ვერ წავშლიდი. იმიტომ რომ თქვენ გითხარით, რომ ეს ვიდეოები მიუხედავად იმისა, რომ კი მომწონს ვიღებ, თქვენც უყურებთ, ფულს გამოიმუშავებს და ჩვეულებრივ თვის ბოლოს ხელფასის სახით მეძლევა. მაგრამ ყველაზე დიდი დანიშნულება აქვს ის, რომ ეს არის ჩემი ვიდეო დღიური. ანუ შემიძლია რომ რაღაცა მინდოდეს გახსენება, თუნდაც პატარაობა, სადღაც 6 წელია რაც აქ ვარ და 6 წლის წინ. ნინო რა პატარა იყო, მე რა სასაცილოები არიან, ეგ არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქ მაგას, რომ სანამ ალბათ YouTube იარსებებს, Google იარსებებს და რაღაცა, მე მგონი არ აპირებს დახურვას, ჩემი ვიდეოებიც იქნება აქ და იონი ამბობდა ამას წინათ, რომ რამდენიმე ხნის წინ ვუყურეო ვიდეოს, წლების წინანდელ ვიდეოს და რა პატარა ვიყავი. ხო და ეგ მაგაზე მომივიდა გაფრთხილება. სავარაუდოდ მუსიკაზე, იმიტომ რომ ექსო მუსიკით მიდის და მას ვიზავ. გადმოვწერ აუცილებლად, სხვა მუსიკას დავადებ და ახლიდან ავტვირთ. ძალიან მიყვარს ეგ, ძალიან. ეს მუსიკა ძალიან მაგარი იქნება ნაუშნიკებით. საჩურის ესეთი ბევრი მუსიკა აღმომიჩენია TikTok-ზე. ახლა მაგალითად პავას როს ვავდი, პავას დალივა დავწყე გექვიჯექის კამზე. აიქ. ხო და ტერიტორია. ხო და შემხვდა ვიდეო, რომ ერთ-ერთი გოგო ამბობდა, რომ დაიდო ხელოვნური ინტელექტის სიმღერა ესა და უბრალოდ უნდა უსმინოთო და მაინტერესა და YouTube-ზე მოვწერე. ყოველთვის ეგ პოულობ ხოლმე რაღაც ახალს, ჯერ TikTok-ზე დაარეკლამებენ, უბრალოდ აი ხო როგორც მე თქვენ გეუბნები, ძალიან მაგარია და მოусმინეთ თქო, ისი ამბობდა ის გოგო. მართლა კარგი იყო, გადმოველი და ვნახე და მე აქ გადმოვედი. აღარც ამის ქროლია მუსიკას უსმენ. ეხლა შეიძლება გუშინდელზე. გუშინ ყავდა თამრიკო დეიდა, რომელიც სადღაც 2 წლის წინ, არა, უფრო 1 წლის წინ, 1 წელი და რამდენიმე თვე იქნება, რომელიც დამიკავშირდა ამერიკიდან. წლებია იქ ცხოვრობს უკვე და ქონდა უკვე რამის ყოველდღიური ესეთი ურთიერთობა ხოლმე, მოგითხვა როგორ ახარ, ჯანი დაგეწოს და მიძახებდა ხოლმე იქით ხო და აი უცხო ადამიანი, მაგრამ ახლობელი რაღაც ეგეთი შეგრძნება ხო გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან და მოკლედ საქართველოში არის ჩამოსული სადაც 1 თვეა რა. და გუშინ ყავდა სტუმრად. ანუ ადამიანის საერთოდ არ მყავს ნანახი, ალბათ მასაც იგივე შეგრძნება ექნებოდა, მაგრამ აი რომ მოვიდა კარებში სანავშრომლო და აი მაგრად ჩავეხუტე და მეგონა რომ უბრალოდ კაი ხნის უნახავი რაღაცა ძვირფასი ადამიანი ვნახე, რომელსაც ვიცნობ ბავშვობიდან. ანუ ეგეთი შეგრძნება მქონდა. ეს კავთიშო. ეგეთი შეგრძნება მქონდა ზუსტად, აი არაფერი დაბრკოლება ის, რომ ვაიმე ხარ რა ვთქვა, ვაიმე რა ვილაპარაკო, ვაიმე არა. ანუ იმდენად შინაურული შეგრძნება მქონდა ერთმანეთთან, რომ რა იყოს. ანალოგიურად ნინო სალამი გერმანიიდან რო ჩამოხველი უცბად რომ დამადეგი იგივე მომენტი, ანუ ჩემ დიდი ხნის ნაცნობი, რომელიც ეხავ ნახე, აი ესეთი შეგრძნება. ვიხალისეთ მშვენივრად. უბრალოდ 8 საათისთვის გამექცნენ, რომ თქონდა წასულიყვნენ სახლში და
მოკლედ კარგი იყო, კაი საღამო გამოვიდა. ხოდა რადგან გუში მოვიგიჟიანე თავი და ხან რა ვაკეთე, მე პროშოტკასაც განახებთ დავამთავრე ხალხნო სამთვიანი. უბრალოდ მეოთხე თვე გავიდა, რომ პროშოტკა არ მქონდა ბოლომდე დატოვილი, დალაგებული. როგორც იქნა დავამთავრე, დავალაგე. ეხა უბრალოდ არ ეტყობა დალაგება, იმიტომ რომ სარეცხი თუ არ ავკრიფე, გონია რომ პროშოტკაზე ხდება საოცრება ისევ. ვიცი, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი წითელი იყო, ზოგი ყვითელი, ესეთი რაღაცები კიდია და მაგას რო ავკრიფავ, განახებთ, რომ დავალაგე. ხორა შეეხება ის სარკიან ტუმბოსავით, სარკიანი რაც იყო. ანასთვის უნდა მიმეცა რა და აღარ ხარსად ვერ დავდგავდა, არ გადაგდგე, ხოცები ძალიან მომწონს. მან თვე დაიდგი სადმეო და გადაგდება რა ვინმესთვის უნდა მეჩუქებინა ყველა ვარიანტში და მოკლედ ანას ესი დაჟინებული იმით გადავწყვეტე დავიტოვო, გამოვასუფთავე. დავდგე კარებთან რო გახვალთ იქვე, სარკეც დავიტოვე და ელემენტარული ეხლა რო გავლეხონო სკოლიდან რაღაცა და ფეხსაცმელები რო კარებთან ალაგია ესე ჩამწკრიებული, იქ შეალაგებ რა. დატვირთვაც მივეცი. მაგისი ტუმბო ბიბლიოთეკაში შევიტანე, ჯერ არ იცი სად დავდგა, მაგრამ შევიტანე. ანუ კაი ისინი არ გაფუჭებული არ არის, უბრალოდ ძველებურებია და ძველებური რაღაცები მიყვარს, იმიტომ შევარჩიე აი ამ ტიპის დივან კრესლოები. და იმიტომ ეს სადაც ვსივარ. დღევანდელ დღეს რას ვაკეთებთ? დღევანდელ დღეს ისეთი არაფერი. ერთი უბრალოდ პერსასუც გამოუსმევ და ძალიან ისე ზერელე რაღაცეები მაქვს, ანუ ყველაფერი გუშინ გავაკეთე ძირითადად. რაც შეეხება ჩემ ფეხს, რაც შეეხება გუშინ არ ამტკივნია ხალხნო. არ ამტკივნია საღამომდე, მე პატარ-პატარ ადგილებში ხო. გითხარით რომ უნდა დავრეკო მეთქი. ჩავეწერო თქო. მაგრამ მე ძალიან ბევრმა თქვენგანმა მომწერეთ და ძირითადად იყო ის, რომ ესე ბრმად და უბრალოდ წახვიდე მარტო და ფეხი გადაიღო, არა შეიძლება მოდიოდესო ხერხემლიდან ეგ ყველაფერი. ამიტომ 4 შაბათს ვარ სახლში სავარაუდოდ. 4 შაბათს მივალ ჩემ ექიმთან, აუხსნი სიტუაციას და ის რასაც ვეტყვის, იმას გავაკეთე. იმიტომ რომ შეიძლება ფეხი გადავიღო და უიდა არაფერია და სინამდვილეში ნერვიდან და ხერხემლიდან მოდიოდეს, ამიტომ როგორც თამიკო ექიმი მეტყვის, ისე გავაკეთებ. ნახოთ. ხო, ის წამალი აღარ მეყიდია, გუში ბოლო დავლია, დაზრია რა აქვს დალევას. თითქოს 3-4 დღე რო გავიდა დალევიდან, რაღაცა შედეგივით გააკეთა, მაგრამ მე არა. ხო და ასე გავაკეთებ. ეხლა ვდგები. წავალ წიწილებთან, კატებთან, დაღლებთან, დაღლთან. ვაჭრევ. და მე რავი, ხო ნინოს დღემი კაბა მოიტანა ხალხნო ნინო. რასაც სილუარი ეს გრძელ აჭარულის კაბაში. ხვალ ამ დროს უკვე გასულები ვიქნებით მცხეთისკენ. ალბათ კი არა კი ადრე უნდა გავიდეთ, რომ სანამ კონცერტი დაიწყება დილის საათებში, 2 კონცერტია. არის დილის და საღამოს. დილით ალბათ 12-ისთვის და ალბათ მერე 4-ისთვის ან 5-ისთვის და ჩვენ ვართ დილით. და სანამ მივალთ, ანუ ისე დროს უნდა მივიდეთ, რომ ყველა ვარიანტში უნდა გაატაროს რეპეტიცია. თან იმხელა დარბაზში პირველად, აი მე რასაც ცდილობ. გუშინ გაატარა ეგე დარბაზში რეპეტიცია ჩვენთან. კლუბის დარბაზში პირველად ჩამოიყვანა, რომ ეს სცენას მიეჩვენენო და ნინოს თქვა რა ქეთ მეთქი და როგორც აი ალბათ ბატები ეგე დარბოდით მეთქი და ხო აი მე ცოტა ადრე რაღაცა ტრიალი გავაკეთე იმან რაღაცა და აი წარმოვიდგინე სალომეს და ლევანის სახე, რომ დაჩერჩეტებენ ამ ხელა დარბაზში. და ხვალე უნდათ ადრე წავიდეთ, რომ თლად დიდ დარბაზში გაიაროთ რეპეტიცია და უნდა ვიცი. კონცერტს მალე მოვრჩებით, ალბათ 3-ზე, 2-ზე, 3-ზე მაინც. ყველა ვარიანტი. არა არც იქნება მაგდენი ხნიანი. 12-ზე დაიწყო
საათნახევარი წავიდა. ხო და იქიდან გავივლით ალბათ ზვეტი ცხოველშიც ან დედათა მონასტერში, სადაც მამა გაბრიელია დაბრძანებული. და იქაც მოვილოცებით. მე წამოვალ სახლში. მე ყველაზე ვიდეოს გადავიღებ და აუცილებლად გაჩვენებ. ეხლა აქ Facebook-ზე, YouTube-ზე ვერ დავდებ. პატარა ნაწყვეტები შეიძლება მუსიკის გარეშე ან სხვა მუსიკით. იმიტომ რომ ქართულ მუსიკას როგორც კი გაიგებენ, დოლს, გარმონს, ეგევე დამბლავდება YouTube-ი ეგევე იმაშვება, ბლოკავს. იმიტომ რომ ძალიან საავტორო უფლებებითაა დაცული. აი ქართული მელოდიები რაც მაქვს მე გამოყენებული იქ არის ძირითადად გიტარა და ფანდური. იმედია. ხო და მაგიტო ვიყენებ ხოლმე მოკლედ მაგ მუსიკებს რა, რომ რიმეიკი ანუ დედანიდან ვიღაცა უკრავს და მაგას არ პოულობს, თუ ვერ პოულობს, თუ არ უნდა, არ ბლოკავს ყოველ შემთხვევაში. აი ეს, ეხა მამიდა მირეკავს. უპასუხებ, თქვენ კიდე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. და კარგად. მეორეთაც მოვალ აუცილებლად.